უმაღლეს საბჭოში გუშინ გამართულ დისკუსიასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო განცხადებას ავრცელებს გაგაცნობ შინაარს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მოვალეობასა და მოქმედების ჩარჩოებს განსაზღვრავს კანონი. შესაბამისად, ნებისმიერი ბრალი, რომელიც მას ოფიციალურად წარედგინება, გამტკიცებული უნდა იყოს სათანადო იურიდიული საფუძვლებით და შეუძლებელია ეს ჟღერდეს ფოლკლორული ტერმინოლოგიით. მთავარი საინფორმაციო გამოშვების დროს შესაძლებელია იყოს მსჯელობისა და განხილვის საგანი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მენეჯმენტისა და მით უფრო საბჭოს უმოქმედობის ნიშანი. გსურს საზოგადოებისა და საკითხის ინიციატორი დეპუტატების ყურადღება მივაპყროთ მედია საშუალების დამოუკიდებლობისათვის კანონში გამოხატულ პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება გადასახადის გადამხდელისგან, ის პირდაპირ არ მონაწილეობს მის მართვაში. მისი მონაწილეობა მართვის პროცესისგან დისტანცირებულია გადამხდელისაგან არჩეული ჩვენს შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს მეშვეობით. თავის მხრივ უმაღლესი საბჭო დისტანცირებულია მრჩეველთა საბჭოს მეშვეობით, მრჩეველთა საბჭო დირექტორის მეშვეობით, დირექტორი კი სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად დისტანცირებულია საინფორმაციო და შემოქმედებითი ჯგუფებისგან. ნებისმიერი გადანაცვლება უფლებამოსილების საზღვრისა ამ ჯაჭვიდან, რისი მოთხოვნაც ჰქონდა მრჩეველთა საბჭოსადმი დეპუტატებს და როგორც თავად დაუშვა, ეს თავისი განცხადებებით არღვევს კანონის და შესაბამისად მედიის დამოუკიდებლობის პრინციპს. პოლიტიკური, კომერციული და ძალაუფლების მატარებელი ნებისმიერი კლასისგან მიზანი საკუთარ სურვილებს მოარგოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა აღიქმება როგორც მედიის თავისუფლების სრულ ხელყოფის მცდელობა. მრჩეველთა საბჭო კანონით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებთან ერთად თავის უმთავრეს მისიად მიიჩნევს სწორედ ამ გავლენებისგან ტელევიზიის და რადიოს დაცვას. შესაბამისად, ნებისმიერი ლეგიტიმური და მისაღები ფორმით ვიბრძოლებთ, რათა დავიცვათ აჭარის ტელევიზია და რადიო ჩარევისა და ზეწოლისაგან, ამასთანავე დეპუტატებისაგან გამოთქმულ სურვილს დაიბარონ მრჩეველთა საბჭო უმაღლეს საბჭოში პასუხობთ უარით. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ღია მთელი საზოგადოების, მათ შორის პოლიტიკური კლასისადმი მზად ვართ ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ, ვიკამათოთ მათთან ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში, მაგრამ დაბარება, რომელიც კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნაა, ჩვენგან აღიქმება როგორც უმაღლესი საბჭოს გაურკვევლობა საკუთარ უფლებებში. მზად ვართ კანონით გათვალისწინებული ფორმით, კანონითვე განსაზღვრულ ვადებში წარუდგინოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ჩვენი საქმიანობის ანგარიში, ასევე უპასუხოთ მათ კითხვებს.